ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო, საუბარია, რომ საქართველოს რეკომენდაციებს ასრულებს და ქვეყანაში პროცესები კანონის ფარგლებში მიდის. ამის შესახებ გამოცემა ევროსკოპი წერს. დღეს თამარ ნუცუბიძის კითხვის პასუხად ევროკომისიის პრეს-სპიკერმა დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს ნამდვილად უპასუხა. ევროკომისია ელის, რომ რეკომენდაციებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, განაცხადა მარკუს ლამერტმა. საქართველოში არსებული სკოლების მეოთხედი ზამთარში ისევ შეშის ღუმელით გათბება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო მომავალი ზამთრისთვის 617 სკოლისთვის 5766 ტონა საწვავს შეიძენს და ამისთვის 5 მილიონ ლარამდე დახარჯავს. ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში პუტინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ერთმანეთს შეხვდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ირანელ კოლეგასთან შეხვედრაზე რუსეთსა და ირანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და პეზეშკიანს თხოვა ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის მისი მოკითხვა გადასცეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კადიროვს ომის დანაშაულში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. საქმის მასალების თანახმად რუსი პროპაგანდისტების წინაშე გამოსვლისას ჩეჩნეთის მეთაურმა აღიარა, რომ მან თავის ქვეშემბდომებს უკრაინელი ჯარისკაცების ტყვე-დაყვანა და ბრძოლის ველზე დახვრეტა დაავალა.